მოგესალმებით დილა მშვიდობისა. მოგესალმებით, მიგესალმებით ჩვენ სტუმრებს. ულამაზესები, უჩვიანესები, პროფესიონალები, ფერადები, გაგვალამაზეს, გაგვაფერადეს და პირდაპირ წარდგენით უნდა დავიწყოთ საათი და შუადღე მშვიდობისა, შემდეგი ბლოგისთვის შემოვინახოთ. ამჯერად უნდა თქვა. კი, აუცილებლად მათქმევინეთ. ჩვენი ტრადიციები მოგახვიეთ თავს, მოკლედ, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას, მნიშვნელოვანია რომ პროფესიონალების ხელში ვიყოთ, სწორედ ამიტომ დღეს სტუდიაში მასპინძლობთ კლინიკა მედისონის წარმომადგენლებს და ექიმებს, რომლებიც გვიამბობენ კლინიკის შესაძლებლობებზე, სერვისებსა და იმ სიახლეებზე, რომელსაც პაციენტებს თავაზობენ. და წარგიდგინოთ ეს არაჩვეულებრივი სტუმრები, ანა კატუკია, ასოცირებული პროფესორი, მედისონის სამედიცინო და ადმინისტრაციული დირექტორი, თამთა ივანაშვილი პროფესორი, მედისონის საბავშვო და ბავშვთა ჯანმრთელობის და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ჩემთან ძალიან ახლოს, და თეონა შავშიშვილი, მედისონის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ესეთი არაჩვეულებრივი სტუმრები გვყავს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან. ანა, თქვენგან დავიწყებთ თქვენის ნებართვით, შეიძლება მოგვიყევით თქვენი არაჩვეულებრივი კლინიკის შესახებ, რას თავაზობს ჩვენს მომხმარებლებს, ჩვენს პაციენტებს, თქვენი არაჩვეულებრივი გარემო ჩვენ გამოვცადეთ. შემიძლია ფარგლებში და აქედან ამ საშუალებასაც გამოვიყენებ და ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით იმ მოწესრიგებულობისთვის, რომელიც იქ დაგვხვდა და იმ ყისერი პასუხებისთვის, რომელიც ეგრევე მივიღეთ მეილს. ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის, რადგან პირველადი ჯანდაცვა დღეს ეროვნულ და გლობალურ დონეზე ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე დგას. და ამ თემით დაინტერესება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის მედისონ ჰოლდინგის პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მოვახდინოთ ყველა იმ აქტუალური საკითხის, პრობლემის და სიახლის საზოგადოებაში ინტეგრირება და ამისათვის ამ შესაძლებლობებისთვის კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. პირიქით. რაც შეეხება მედისონ ჰოლდინგს, ის წარმოდგენილია თბილისის მასშტაბით 4 ამბულატორიული ცენტრით, რომელიც არის განლაგებული სხვადასხვა ლოკაციებზე, საბურთალოზე, სანზონაში, ვარკეთილში და მუხიანში და ლაბორატორიული სერვისით ლილოს დასახლებაში. მემსახურებით 100,000 ბენეფიციარს ხელმისაწვდომობას, რაც შეეხება სერვისების, ჩვენთან მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ჩვენს ბენეფიციარებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ ასაკის შემოსავლების და სტატუსის მიხედვით სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სერვისებით უფასოდ და მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ვუთხრა მათ მიუხედავად ამ პროგრამის არსებობისა, დღეს ქვეყანაში მაინც ძალიან დიდია სტაციონარში მიმართვის წილი მოსახლეობის, როდესაც მოსახლეობა გამოტოვებს იმ პირველად გრგოლს, რაც გახლავთ პირველადი ჯანდაცვა და პირდაპირ მიმართავს სტაციონარს, რაც ხშირად არის დაგვიანებული შემთხვევები და ამისათვის მინდა გამოვიყენო ეს ეთერი კიდევ ერთხელ იმ ნიშნულობის კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად, რასაც გვთავაზობს პირველადი ჯანდაცვა, ის თითოეულ ჩვენთაგანს ეხება ჩვენს ოჯახებს და არის პირველი საკომუნიკაციო არხი, ასე ვთქვათ, მოსახლეობასა და ჯანდაცვის სისტემას შორის და უზრუნველყოფს იმ ფუნდამენტური უფლების მხარდაჭერას, რასაც ჯანმრთელობა ჰქვია და უზრუნველყოფს პრევენციას, ადრეულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას, ასევე რეაბილიტაციას და პალიატიურ მოვლას. შესაბამისად, ძალიან ასე ვთქვათ, მრავლის მომცველი ფუნქცია აქვს მას და ძალიან მნიშვნელოვანია ის. იცით რა მაინტერესებს? კონკრეტულად რა შეთავაზებები გაქვთ? სერვისებს რაც შეეხება ბატონო გია დაწყებული ოჯახის ექიმის სერვისიდან პირველადი ჯანდაცვა თავის თავში გულისხმობს პირველადი ჯანდაცვის გუნდის მიერ ამ სერვისების განხორციელებას. ამ გუნდში შედის ოჯახის ექიმი და ექთანი, რომელიც ახორციელებს იმ მიზნებს, რაც უკვე ჩამოვთვალე, ასევე ყველა ის სპეციალისტი, რომელიც არის აუცილებელი პირველადი ჯანდაცვის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, ყველა ის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა, რაც არის პირველი ჯანდაცვით განსაზღვრული. ნებისმიერ უბნიდან შეიძლება მოსვლა. დიახ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ მოქალაქეს სახელმწიფომ თავისუფალი არჩევანი განსაზღვრა მოქალაქეებს და თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი სურვილის შესაბამისად ნებისმიერ იმ ლოკაციაზე არსებულ ცენტრს, რომელსაც თქვენ აირჩევთ. ისე რასაოცარია, ძალიან დიდი ბაზარია, ხო და ბევრი კლინიკებია, და მთავარია მომსახურება, მთავარია ხარისხი. რაც ნანუკამ გვითხრა და მოგვიყვა, ეთყობა მაღალი კონკურენციის უნარი გაქვთ, რომ ესე კარგად მუშაობთ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთვის, ჩვენი მომხმარებლის, ჩვენი პაციენტის შეფასება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ნამდვილად ამ გამოწვევებს ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და ვახორციელებთ ამ სერვისებს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებით, თანამედროვე ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით და რა თქმა უნდა უმთავრესი გახლავთ ადამიანზე ორიენტაცია და მის საუკეთესო ინტერესზე ორიენტაციით და მინდა წარმოგიდგინოთ ის მიმართულებები, რომლებიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული არის ჩვენს ქსელში. ეს გახლავთ ბავშვთა განვითარების ცენტრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და წარმოდგენილი არის თავისი მრავალმხრივი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ქალბატონი თამთა ივანაშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს ამ ცენტრს და რეაბილიტაციის მიმართულება, რომელსაც ხელმძღვანელობს ქალბატონი თეონა შავშიშვილი, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ექიმი. და გადავიდეთ ახლა უნდა ვასაუბროთ ეს არაჩვეულებრივი. ისინი უფრო დიახ დეტალურად რომ არ გაგეცნოთ ქალბატონი თამთა მივხვდებოდი რომ ის არის პედიატრი და ის არის პროფესიონალი, იმიტომ რომ მისი ეს უნარი და აი ვიზუალური პირველი კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მშობელი ვამბობ და ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი შვილების სადარაჯოზე, ასე ვთქვათ. ქალბატონო თამთა, აი რა არის ის მნიშვნელოვანი ძირითადი, ასე ვთქვათ, თქვენი ყველაზე ისეთი რაც გამოგარჩევთ, როგორც გიამ თქვა ეხლა სხვა კონკურენტებისგან და რითი ამაყობთ, რომელი თქვენი რასაც ვთქვათ დანერგილი და ხო. ბავშვთა განვითარების ცენტრი ზოგადად გვესმის რომ ძალიან დიდი მნიშვნელობის არის, თუმცა ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვართ ეგრეთ წოდებული child friendly clinic, ეს ნიშნავს ბავშვისადმი კეთილგანწყობილი კლინიკები. ეს ნიშნავს მინიმალური სტრესი, მაქსიმალური სწორი დიაგნოსტიკა და მაქსიმალური ინტერვენცია. ანუ ნებისმიერ პრობლემას ჩვენ თვითონ ვადიაგნოზებთ, ჩვენ თვითონ გვაქვს მოვლის საშუალება და ერთად მშობელი, ბავშვი, ექიმი ცდილობს რომ მივიღოთ იმ ბავშვების მაქსიმუმი, რაც მათ შეუძლიათ. დღევანდელ დღეს ძალიან დიდია ბავშვთა განვითარების მიმართულებით პრობლემები, რადგან ძალიან სტრესული საუკუნეა, ძალიან სწრაფი გაჯეტების დროა და სტატისტიკით ასეა, რომ 10-დან 6 ბავშვს რაიმე ტიპის პრობლემა აღენიშნება. შესაბამისად, 10-დან 6 ძალიან მაღალია ეს სიხშირე და ამიტომაც ბავშვთა განვითარების შეფასებას რეალურად ნაციონალური როლი აქვს, რომ ჩვენ ახალ თაობაზე ვიზრუნოთ თავიდანვე 0-დან 5 წლის ასაკიდან, რომელიც არის კრიტიკული პერიოდი თავის ტვინის განვითარების, თავის ტვინის 80% ვითარდება ამ დროს და მთელი ცხოვრება 20. შესაბამისად, დიდი როლი გვაქვს. მაგრამ ხო იყო იმაზე საუბარი, რომ აი ფეხმძიმობის პერიოდში ეხოსკოპიით თუ არ ვიცი რაღაც ანალიზებით ხვდებიან დაავადებებს. ბატონო, დღევანდელ დღეს არსებული პრობლემების ამოცნობა ძალიან რთულია. შესაბამისად, წინასწარ პროგნოზირება ძალიან ძნელია. ეს არის უკვე იმ სოციუმის, იმ ოჯახის გავლენა ბავშვებზე, ზოგჯერ ბავშვი იბადება ჯანმრთელი, აბსოლუტურად ჯანმრთელი თავის ტვინით და შემდგომ ჩვენი ხანდახან არასწორი ქმედებების გამო იგი მიდის რაიმე ტიპის პრობლემა. ზოგჯერ მათ აქვს თანდაყოლილი რაიმე ტიპის პრობლემა და ჩვენი ცენტრი აბსოლუტურად ყველა ტიპის პრობლემის მაგვარებაზე მუშაობს. თქვენი ხარ თქვით, აი დროული დიაგნოსტიკა ახსენეთ და შეფასება ბავშვის მდგომარეობის. აი არ ვიცი, ჩემს გარშემო ძალიან ბევრი არის ესეთი, რომ შესაძლოა რომ რაღაცნაირად ჩვენ ვხვდებოდეთ, რომ ბავშვს რაღაცა პრობლემა აქვს, ან კომუნიკაციის უნარი არ აქვს ისე, მაგრამ მშობელი ამ ყველაფერს აიგნორებს და ამბობს, რომ არაფერი და ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. აი მე მაინტერესებს, აი
თუნდაც მშობელს გონია რომ ყველაფერი კარგად არის, აი მაგალითად მე, ჩემი ბავშვები აღარ მაქვს დატოვებული არც ერთი კლინიკა და არც ერთი ექიმი, სადაც მშვიდად მინდა ვიყო და ძალიან პატარა რაღაცაზეც ხო, მაინც არ ვარ მშვიდად და ეხლა თქვენი შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია და უკვე დავგეგმე სამივეთი როგორ მოვდივარ, აი რაც თქვენ ახსენეთ ანა რომ უბრალოდ სიმშვიდისთვის ხომ ყველაფერი კარგად არის, აი ეს კონსულტაცია თუ არის შესაძლებელი თუ აუცილებლად რაღაცა პრობლემით უნდა. ძალიან სწორი აქცენტი დასვით. დიახ, ყველა ბავშვი უნდა შეფასდეს. ბავშვი, რომელსაც არ აქვს რაიმე ტიპის პრობლემა, ბავშვი, რომელსაც აქვს რაიმე ტიპის პრობლემა, ან შეიძლება პრობლემა არსებობს და მშობელი ვერ აღიქვავს. შესაბამისად, წელიწად ნახევარი არის ის პირველადი შეფასების ეტაპი, როცა განვითარების სპეციალისტმა ბავშვი უნდა ნახოს და პირველი კითხვის ნიშანი თუ გაჩნდება, აი რატომ ამ დროს ნახეთ 0-დან 5 წლამდე თუ ჩავერევით, გამოსავალი 50% უკეთესია. ეს ძალიან ცვლის ბავშვის მომავალს. შესაბამისად, სწორი აქცენტი, სწორი ვადა, ადრეული დიაგნოსტიკა არის ნამდვილად, რაც არ უნდა რთული პრობლემა იყოს, გამოსავალი იქნება უკეთესი. მაგრამ არის კიდე ერთი პრობლემა, რომელზედაც არავინ არ საუბრობს. ბრჭყალებში დიჟი დედები აი ბავშვებს რო დააქანებენ, აი აძლევენ წამლებს, აი რაღაცებს შვებიან, აწუხებენ ბავშვებს. თუ არის აი ამის რაღაც პრევენცია რომ ჩვენ მშობელთა ფსიქოთერაპიაც გვაქვს კონსულტირების ფარგლებში, იმიტომ რომ პირდაპირ კავშირშია დედის ემოციური სტატუსი ბავშვის განვითარებასთან და ძალიან ხშირად მშობელი, რომელიც ძალიან ბევრ აი ასეთ ადგილას ბავშვს ატარებს, როცა საჭირო არ არის, შეიძლება ეს ბავშვისთვის გარკვეული სტრესიც იყოს. შესაბამისად, კონსულტირება დედა, მამა, ბავშვი. ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე, რადგან ოჯახთან ერთად მუშაობთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, კი, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ უნებლიე ძალიან ვაზიანებდეთ. შენ ცოტათი გულისხმობდი. მე გულისხმობდი და მე ვიცი, მაგრამ ჩვენი პროფესიონალები დამეთანხმებიან, რომ ჯობია რომ ესე შფოთავდე და მუდმივად იყო კონტაქტზე ექიმთან, ვიდრე ხო იყო მოდუნებული და განათლებული ინფორმირებული დედა არ უნდა შფოთავდეს ექიმთან ერთად. შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, ჯანმრთელ ბავშვებს საშფოთი არაფერი არ აქვს, ისინი ხანდახან შეიძლება რაღაცა ტიპის პრობლემებში იყვნენ, თუმცა რაც არ უნდა პრობლემა იყოს, ინფორმირებული ადამიანი შეირაღებულია და ამიტომ შფოთის საფუძველი არ არის. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მშობლების სახელით, რომ უკვე ხართ ისეთ სიმაღლეზე, რომ მშობლები აღარ შფოთავთ ნამდვილად თქვენს ხელში, ასე ვთქვათ. გადავიდეთ, მე გადავდივარ ძალიან არა, გადავიდეთ ეუნასზე, მე მომცემ ესტაფეტას, თუ რა ხდება, რა სიმშვიდე არის. მოგესალმებით, ძალიან კარგად გამოიყურებით. თეონა, თქვენ ხშირ შემთხვევაში შეიძლება პაციენტმა არ იცოდეს, რა დროს უნდა მოგმართონ და რა დროს ხართ მისთვის, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი. აი თქვენი პროფესიის შესახებაც და ვინ არიან უშუალოდ თქვენი აუდიტორია და რა დროს მოდიან თქვენთან ეს რო გაგვიზიაროთ. ეს ხალხშორტ ძალიან საინტერესოა რეაბილიტაციის დარგი ამ მხრივ, იმიტომ რომ პაციენტების უმრავლესობა დადის სტრესზე, სხვადასხვა ტიპის ტკივილით, შეზღუდვით, პრობლემით სხვადასხვა ექიმთან და საერთოდ არ ფიქრობს და ექიმებსაც კი ხშირად გვიან ახსენდებათ ხოლმე რეაბილიტაციის არსებობა. ყველაზე მნიშვნელოვანი მიდგომა რეაბილიტაციაში არის, რაც შეიძლება სწრაფად. ანუ დროული მიდგომა. მაშინაც კი სანამ ოპერაცია ჩატარდება, როდესაც იგეგმება მაგალითად სახსრის რეკონსტრუქციისთვის რაიმე ოპერაციული ჩარევა. ოპერაციამდეც კი არის აუცილებელი რეაბილიტოლოგთან მისვლა, რათა შეფასდეს მისი არსებული მდგომარეობა, ჰქონდეს შესაძლებლობა შევაფასოთ ოპერაციის შემდგომი ადრეული ეტაპი და ინფორმაცია სწორად მივაწოდოთ პაციენტს ზუსტად როდის უნდა დაიწყოს მოძრაობის კონკრეტული რეჟიმი. რა ტიპის მოძრაობა იქნება აუცილებელი მისთვის. თუნდაც მომვლელს ოჯახის წევრს ასევე მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორ უნდა დაეხმაროს პაციენტს სწორად გადაადგილებაში, სწორად მოძრაობაში და ასე შემდეგ. რადგანაც რეაბილიტაცია არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ სხეულის სტრუქტურის და ფუნქციის გაუმჯობესებას, როგორც დავუშვათ ჯანდაცვის სხვა რგოლები გულისხმობენ. ეს გულისხმობს ფუნქციის სრულ ნაწილობრივ მაინც აღდგენას, მაგრამ იმ მიზეზით, რომ გამოიყენოს ადამიანმა ეს ყველაფერი უკვე საბოლოო ჯამში, შეასრულოს თავისი ყოველდღიური ფუნქციები, აქტივობები, როგორიც არის გადაადგილება, ნორმალურად ადგომა, დაჯდომა, თავისი სამუშაო შესრულება, მშობლის მოვალეობის შესრულება და ასე შემდეგ და იყოს ჩართული
სრულფასოვნად იმ სოციუმში, რაშიც ასრულებს თავის შესაბამის როლს და ამიტომ აუცილებელია დროული მიმართვა ნებისმიერი ტიპის დაზიანების დროს, როდესაც ირღვევა მოძრაობა, როდესაც ირღვევა კოგნიტური უნარები, როდესაც ადამიანს აქვს გარკვეული შფოთვა. ეს არ გულისხმობს მხოლოდ სხეულის დაზიანებას, ეს გულისხმობს ემოციებისა და კოგნიტური შესაძლებლობების პრობლემასაც მათ შორის. სახსარი ახსენეთ და ჩემ თავზე მივიღე, ნეკი მაქვს მოტეხილი. აი ეს სპეციალურად მოგიყვანეთ შენ. ავენთე. კი, ამ შემთხვევაში შეფასება არა მხოლოდ თვითონ უშუალოდ ნეკის, არამედ თქვენი მოძრაობის უნარისაც, თუ როგორ მოძრაობთ, როგორ გადაადგილდებით, შეიცვალა თუ არა თქვენი მოძრაობის პატერნი ნეკის მოტეხილობიდან და ტკივილიდან გამომდინარე. იმიტომ რომ შეიძლება ერთი ნეკის მოტეხილობა გაწუხებდეთ, რადგან ეს კონკრეტული ახსენით, მაგრამ ეს რადგანაც არის ტერფის ნაწილი და საყრდენი მთელი სხეულისთვის, ცვლის მოძრაობის პატერნს და შეიძლება დააზიანოს არა უბრალოდ ტერფის კონკრეტული ნაწილი, არამედ მისი მოპირდაპირე სახსარი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ბუნებრივი მოძრაობის ჯაჭვს და გამოიწვიოს ტკივილი უკვე სხვა მიდამოში, კონკრეტულად შეცვლილი მოძრაობიდან გამომდინარე. კი, რა თქმა უნდა, როდესაც პაციენტი მიდის უკვე რეაბილიტოლოგთან, რეაბილიტაციის ექიმთან შეფასების მისნით, ხდება ანატომიური სტრუქტურის შეფასება, ისე როგორც სხვა ექიმები აფასებენ, მაგალითად ნევროლოგები ნევროლოგიური შეფასებისთვის, ორთოპედები ორთოპედიული შეფასებისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ მათგან განსხვავებით პლუს ამ ყველაფერთან ერთად ვიყენებთ ჩვენ ფუნქციის შეფასებასაც, რაც რეაბილიტაციას განასხვავებს პირველად და მეორადი ჯანდაცვის რგოლისგან. მათთვის არის კლინიკური დიაგნოზი უმთავრესი, რის საფუძველზეც ინიშნება ან ოპერაციული ჩარევა, ან მედიკამენტური მკურნალობა, ხოლო რეაბილიტაციისთვის ამ ყველაფერთან ერთად დამატებით აუცილებელია ფუნქციის შეფასება და იმის შეფასება, თუ როგორ აძლევს ეს ფუნქცია ადამიანს შესაძლებლობას, ან პირიქით როგორ უზღუდავს ჩაერთოს მის ყოველდღიურ აქტივობაში. რადგანაც ჩვენთვის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, ჩვენი ფუნქციის შესრულება და სწორედ ეს განაპირობებს ცხოვრების ხარისხს და არა იზოლაციას. გავამართლებდი ბოდიშის მოხდით, შეფასების გარდა მედისონის 4-ვე ფილიალში არის შესაძლებელი უკვე შეფასების შემდგომ მკურნალობა ყველა ტიპის იქნება ეს ინსტრუმენტული თუ სხვა მკურნალობა, რაზეც სივრცეში არის დეტალურად მოგვახსენოთ. იცით რა მაინტერესებს? თქვენ სხვადასხვა ფილიალებში ხართ თუ ერთ ფილიალში? ყველა ფილიალში ვართ წარმოდგენილები. ჩვენ ვართ ცენტრალური, დიახ, დღეს წარმოდგენილები ვართ ხელმძღვანელი ცენტრალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, რომლებიც მართავს მთლიანად პროცესებს, პროცესები არის სისტემატიზირებული და ეს დეპარტამენტები შედგებიან ასევე ჩვენი მმართველობის ქვეშ პროფესიონალთა გუნდისგან 500-მდე ადამიანი იღებს მონაწილეობას ამ სერვისის განვითარებაში და წარმოებაში მედისონ ჰოლდინგში ამ ეტაპზე. ძირითადად მე ვარ დაკავებული, აი ახლა მაყურებელი ხო გვისმენს, რა კითხვა გაუჩნდებოდა მას და აი ვცდილობ ხოლმე ეს გამოვიცნო. ნახეთ, აი ახლა მე მინდა მოვიდე და გამოვიკულიო ყველაფერი. ანუ წინ ვსწრებად, გავიგო რა შეიძლება, რა ცვლილებები მაქვს, რომელსაც მე ვერ ვატყობ. აი ეს სერვისი გაქვთ, ხო? თავიდან ბოლომდე ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, ბატონია, ნამდვილად მედისონში ფუნქციონირებს სხვადასხვა check-up, ასე ვთქვათ, check-up და follow-up პროგრამები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს სრული ჯანმრთელობის სტატუსის შეფასდეს დაბადებიდან მთელი ცხოვრების ციკლის მანძილზე და ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ეს სრული ყველაზე სასურველი რამდენ ხანში ერთხელ არის პროფილაქტიკის მიზნით რომ შევემოწმოთ. ანუ ძირითადად ხო ეს მე პირადად ჩემ თავზე ვიტყვი რომ აი ბოლო მომენტამდე არ მივდივარ ეგ. დიახ, ეს მადლობა, დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვისაც ნამდვილად ყველაზე დიდი გამოწვევა არის ჩვენთვის და სწორედ
ჩვენი მხრიდან ძალიან მხარდაჭერილია საზოგადოებაში ამ საკითხების პოპულარიზაცია და დღევანდელი ეთერიც ჩვენ ვცდილობთ რომ გამოვიყენოთ ამისთვის ნამდვილად ოჯახის ექიმთან მიმართვა ესე კონკრეტული რეცეპტი ყველა ასაკის ადამიანისთვის არ იქნება ალბათ სწორი რომ დავასახელო დიახ თუმცა განსხვავდება ის 0-დან 2 წლამდე მეთვალყურეობის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე განვითარებაზე ზედამხედველობა და უფრო ხშირი ვიზიტები არის ოჯახის ექიმთან მნიშვნელოვანი საჭირო რადგან ძალიან მინდა შევეხო იმ თანამედროვე გამოწვევას რაც არის ვაქცინებით მართვადი დაავადებები და გეგმიური იმუნიზაციის კალენდრის შესრულება რაც არის შესაძლებელი ოჯახის ექიმთან წინასწარ განსაზღვრული გეგმიური ვიზიტების შედეგად და შემდგომ უკვე ოჯახის ექიმის მიერ ხდება სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების არსებობის შემთხვევაში ასაკიდან გამომდინარე იმ სიხშირის დაგეგმა რაც კონკრეტული პაციენტისთვის არის პროფილაქტიკური კვლევების ჩასატარებლად მნიშვნელოვანი. ბრძანდებით 6 თვეში ერთხელ კარგი იქნება რომ თუ ჯანმრთელი ბრძანდებით. ნახეთ ყოველთვის აი რომ მესმოდა ხოლმე 40 წლის ამბავს გეუბნებით რომ ამას იმის ნაკლებობა ქონდა ამას იმის და ჩემით მივხვდი მოდი სანამ დამაკლდა წავიდე და ავიღო ანალიზები და წელიწადში ერთხელ აგერ 40 წელია წელიწადში ერთხელ ყოველთვის პროფილაქტიკის მიზნით ვიღებ ანალიზებს და ვესინჯები ექიმს ამ ბოლო დროს უკვე როცა დავბერდი ისე მომწონს ეს სიტყვა არის სიბერი არის სიბრძნე და დავიწყე 6 თვეში ერთხელ ემანდ რამე არ გამომეწონს. ხართ პასუხისგებლიანი მოქალაქე საკუთარი ჯანმრთელობის წინაშე ეს ძალიან დიდი პასუხისგებლობა და მაღალი ინტელექტუალი ადამიანი რომელიც იცის რომ ჯობია პროფილაქტიკა ვიდრე პრობლემა. და პროფილაქტიკასთან დაკავშირებით დავამატებდი კიდევ არც რეაბილიტაცია არ გულისხმობს მხოლოდ იმ მომენტს, როდესაც ან ოპერაციული ჩარევისთვის ვემზადებით, ან პოსტოპერაციული, ან პოსტტრამვული პრობლემა გვაქვს, ან გახანგრძლივებული ქრონიკული ტკივილი ან პრობლემები. ეს გულისხმობს პრესპორტულ შეფასებასაც და ჩვენი სხეულიდან გამომდინარე, ჩვენი თავისებულებებიდან და ჩვევებიდან გამომდინარე, სპორტის და ჩანსაღი ცხოვრების იმ სპექტრის სწორ ზუსტ შერჩევას, რაც პაციენტს საშუალებას მისცემს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰობად იქციოს, სიხარულით შეასრულოს და შეითავსოს ეს ჯანმრთელობა და შეინარჩუნოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში სრული ფუნქციური აქტივობა. შესაბამისად, რეაბილიტაციის ექიმთან პაციენტს შეუძლია მიმართოს სწორედ პრესპორტული შეფასებისთვის, როდესაც ცდილობს გადაწყვიტოს მისთვის იოგა ჯობია, პილატესი ჯობია, თუ უბრალოდ სხვა რომელიმე აქტივობა და სხეულის შეფასებიდან გამომდინარე, ასევე მათი პერსონალური ინფორმაციაზე დაყრდნობითაც, იმიტომ რომ მხოლოდ სხეული არ არის ადამიანი, ეს არის სულიც მათ შორის და აუცილებელია ჩვენი მისწრაფებების გათვალისწინებაც პაციენტის მკურნალობის დროს და ცხოვრების ხარისხის ამაღლებისათვის. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ მეთოდს ვიყენებთ ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლადაც მათ შორის. კარგი, არამდენად ინფორმაციული იყო ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა და მე მგონი მე გავხდები თქვენი პაციენტი. რა გონი რა გონი და ერთი სული გოგოებით, გელოდებით თითოეულ თქვენთაგანს ნებისმიერ დროს მზად ვართ შესაბამისი რეკომენდაციები მე თქვენს პატარებს ველოდებ. აუცილებლად და ქალბატონთან და არ მინდა რომ გაგიშვათ აი საბოლოო ჯამში მინდა რომ რაღაცნაირად ესე ვისარგებლო თქვენი სტუმრობით და აი ესეთი პატარა რჩევები მშობლებს თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე რაც შეიძლება რომ გამოეპარა მშობელს რაც შეიძლება რაღაცა ცუდ შედეგამდე მივიდა უფრო ადრე რომ მოსულიყო დროული იქნებოდა აი რაღაცა ისეთი რჩევები რო გითხრათ რასაც თქვით რომ მნიშვნელოვანია რა აქცენტი ალბათ მე ვამბობ ხოლმე რომ ორი ულიმიტო რა მჭირდებათ ჩვენს პატარებს ეს არის სიყვარული და განათლება აქცენტი პირველივე დღეებიდანვე განათლებაზე ინტერაქციაზე ცოცხალ ჯანმრთელ ინტერაქციაზე და არა გაჯეტებზე 5 წლამდე საერთოდ მოარიდეთ ბავშვები ნებისმიერი სახის ეკრანს
ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ასაკში თუ რაღაც ისე არ არის, დროულად მიმართეთ ექიმს, არასოდეს არ არის გვიან და უიმედოდ ნურც ერთი დედანო იქნება. თავარი არის ჩვენი თანადგომა, ექიმის სწორ ადგილას მისვლა, განათლებული ექიმი, განათლებული მშობელი უდრის ჯანმრთელ მომავალს. მოკლედ ეს რა თქვა? მოარიდეთ ეკრანებსო. ესეც ყოველი მე ვარ, სარეკლამოს ესეც მე დროს. ვარ. ტელევიზორი ხომ არა გაქვთ ჩართული? ხო და ამის გამო ძალიან მკითხავენ ხოლმე რომ ბავშვი მულტფილმოთ და უშოკოლადოთ რომ იზრდება ეს დაგხვდება წინო, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ამ თანადგომისთვის, იმედია ეს მისჩება ოჯახის წევრებს. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ რომ იყავით ჩვენი სტუმრები, ძალიან ისეთი სასარგებლო და ძალიან კარგი ბლოკი გამოგვივიდა. ძალიან ხშირად გელოდები ჩვენთან სტუმრად. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით და წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენს რომ იდგეთ ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე. დიდი წარმატებები. დიდი მადლობა. დაგველოდეთ მეორე ბლოკში რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით აგრეთვე არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩემთვის ძალიან საყვარელ და პატივსაცემ ადამიანებთან და მსახიობებთან ერთად. ჩვენი სტუმრები არიან ალიკო მახარობლიშვილი და მისი მეუღლე თამუნა ადამია. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენგანაც უდიდესი სიყვარული, ძალიან გელოდებოდით, ვიცით რომ ძალიან მხიარული და კარგი ბლოკი გვექნება. რა სიტყვი გიორგი? მე რომ მიყვარს ეს ორი არაჩვეულებრივი არტისტი, ეს მათ იციან. დიდი მადლობა რომ მოკლედ დავიღვარე სიყვარულში ეხა გითხარით რა გინდათ ჩვენგან არა ეხლა ბევრი რაღაცა გვაინტერესებს ოჯახში პროფესიაში საზოგადოებაში და ასე შემდეგ კი ბატონო დავიწყო ოჯახით სამბები და იგივე პროფესიის წარმომადგენლები როცა არიან ზოგის მოსაზრები ძალიან რთულია ზოგის მოსაზრები პირიქით თორე ეს რაღაცა არ არის მხოლოდ ერთი საქმე ხო რაც ერთი პასუხისმგებლობა არის ერთნაირად აზროვნება არის როგორ მოხდა თქვენ შემთხვევაში იყო სირთულეები თავიდან თუ უფრო გაგიმარტივდა ნუ გეცოდინებათ რომ შვილიც ყავს მსახიობი რა თქმა უნდა რეჟისორი ვინ არის ოჯახში? ვინ არის ალიკო რეჟისორი? იცით ჩვენ ასე არ დაგვინაწილებია ჩვენ მაინც ოჯახი გამოყოფილია თეატრისგან ოჯახში რომ მოდივართ თეატრიდან და კიდე თეატრზე ვილაპარაკოთ და კიდე რეპეზეს და კიდე რეჟისორს აღარ გინახავ მაგრამ ვართ ოჯახში ვერ მიხვდება უცხო ადამიანი რა პროფესიის ვარ გვერდულად გითხარით გადატანით ვინ არის ოჯახში რეჟისორიო სწორი პასუხი უნდა დააფიქსირო მე არა ვარ მე მინდა თქვას რომ შენო და არ თქვა არა მე არა მარო არა ეკა იმიშკვას დავდივართ მართლა უფრო ეკა ცალკე ცხოვრობს მაგრამ აი მე მგონია თავი გამგებელი მაგრამ არა ეკა არის გამგებელიც და რეჟისორი სანამ გადავალთ აი ძირითად კითხვებზე ძალიან მინდა რომ მაყურებელს და ჩვენ მოგვიყვეთ როგორ შეუღდით აი პირველი ვინ გამოუტყდა სიყვარულში ეს იმდენჯერ მაგ მოყოლილი მაგრამ კი ერთხელაც მოყევი და მეორე აღარ ნახეთ მიხვდებიან რატომ გეკითხები ნუ ესე იგი მე რომ სხვა პროფესიის ადამიანი გამოსულიყავი ჩვენ ახლა ერთად არ ვიქნებოდით იმიტომ რომ გავიცანით ერთმანეთი მოზარდ მაყურებელთა თეატრში და მე შემიყვარდა პირველს და მე გამოვიხდი და მე ვიყავი ინიციატორი. გიჟდები ამ ისტორიას. არა, ხო რატო უნდა დავმალო? იმიტომ რომ მართლა ვიცი ხა არავის არ ეწყინოს თუ თავის თავზე მიიღებს ეს ქალები აქტიურები ვართ უფრო. ხო და მეთანხმები ჩემს გეთანხმები, აბა არ გეთანხმები. ყველაფერს გააკეთებენ რომ ცოლად გაყვენ და მე ყვებიან რომ ის დამძებდა. როგორ უთხარით რომ მიყვარხარ იცი რა სპექტაკლი ვიცნობდი მანამდე და მართლა არაფერი და ირინეს ბედნიერება ვნახე სპექტაკლი და იქ თამაშობდა აბესალო სალამთაძეს მართლა სასწაული იყო და აი შემიყვარდა ამ როლში და მე რომ დამთავრდა სპექტაკლი მე და ალიკო შემი
მიყვარდი პირდაპირ იმ დღესვე იმ დღესვე მართლა ეს სახიობი რომ შეგიყვარდება და მოგეწოდება იფიქრეთ რომ აი გახდება ჩემი არა ეს რაღაცა მე კიდე გულკეთილი ადამიანი ვარ და ქალებიც მიყვარს და ქალს უარს ვერ ვეუბნები ამერდელოზე ამბობენ ამას ხო იცი ქალებს უარს არ ეუნებაო და აი ჩემი ალეთები ცოტათი გავარ ხოთან ხოთა მოკლედ ესე და მიყვარხარ ესე და მოკლედ მართლა გადაიზარდა ეს სიყვარულში მაგრამ როგორც ვიცი ალიკოსის მოეწონა ეხლა გვაქვს ცოტა გაუგებარი პერიოდი შევეცდები ძალიან მოკლედ მოყვე ანეკდოტია თითქოს და მაგრამ ესე დაახლოებით ჩვენი ასაკის ცოლ-ქმარის ზიანს ადღაც სუფრაზე და ქმარი მიმართავს ჩემო ძვირფასო მარილი მომაწოდე ჩემო სიხარულო რაღაც ის ხომ არ გესიამნება ჩემო სიყვარულო მოკლედ სულ ესეთ მოფერები სიტყვები და გვერდზე ქალი გაგიჟდა იქ ვიღაცა ქალის ის და როგორ ყვარებიათ ერთმანეთი რა მოხდა რა არის თქვენი საიდუმლო ასეთ სიყვარულისო რა არისო იცი კაცი ამოს 1-5 წელია სახელი დამავიწყდა ჩემს რა ქვიაო და არა მეფერება ყველანაირ ოჯახში რომ მივმართათ ერთმანეთს სიხარულო და სიყვარულო ესე ხანდახან შეიძლება სახელი ვერ გამახსენოთ რა მაინტერესებს ნახეთ როლში და შეგიყვარდათ აი ერთმანეთის როლებზე აი ხო არის რომ ითამაშა როლი ან არ მოგეწონათ ან რაღაცა მოგეწონათ უფრო მეტად თუ კრიტიკულები თუ ხართ ერთმანეთის მიმართ კი რა თქმა უნდა ვართ კრიტიკულები ახლა ისე არ გამიგოთ მაგრამ ალიკოს ჩემი შენიშვნის მიცემა არ ჭირდება აი როდესაც მაგიჟებს ეს არის ალიკოს სცენაზე არის სასწაული დედა ხედავ პირველივე დღიდან სხვათა შორის ალიკოს სპექტაკლზე რომ მივდივარ პრემიერაა თუ მიასე სპექტაკლი აი სხვა ადამიანია ჩემთვის ის ჩემი ქმარი თუ არის არ მგონია წეს თეატროდნა უნდა ყოფილიყავი შე რა რეცენზიებს დამიწევი და ალიკოს მოუწია შენიშვნები და მიმიღია და ძალიან სწორი შენიშვნა და სწორად გამომისწორებია ჩემი ქმარი არის თუ არაო არ მგონიაო ხო სცენაზე გარდასახსება და სიყვარული სხვა არის და როგორც მე არა სხვა ადამიანია მართლა სხვა ძალიან ნიჭიერია, რა ვქნა, რა გავაკეთო. საბედნიერება არის. რამხელა мотиваცია არის თქვენთვის, რომ მეუღლეს ესე უყვარხართ და ესე მოსწონს თქვენი ყველაფერი. ძალიან დიდი мотиваციაცაა და ეხლა წეგან ანეკდოტად მოყვებით, თორემ მე ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე. მართლა ასე კი არ არის საქმე, მაგრამ ოჯახში მართლა ვცდილობთ, რომ აი ეხლა 24 საათი თეატრში ვარ ხოლმე, ხო, ხანდახან, მაგრამ მე ჩემი შვილი განსაკუთრებით, მაგრამ იქიდან რომ მოდივე აღარ მინდა გაცხოვეთ სახში მინდა ცოლთან დალაპარაკება რაღაცა ხასტუმარი მოვახანებობარი და ის სხვა თემაზე უნდა გადახვიდე ტელევიზორში თქვენი ყურება და ასე შემდეგ და ები ჩხუბს როდის ასწრებთ კი ძირითადად რაზე ჩხუბობთ იცი ეხლა უკვე იშვიათად ვეღარ ხო იშვიათად უკვე მაგრამ რაღაცა გიან სისულელეზე შეიძლება უცებ და არა ძირითადად ვინაიდან თან აქ არ არის და ვერ შეგვეწინააღმდეგება და ვერ შეგვეთქინება ეკა მიცის ხოლმე განსაკუთრებით აი მანქანით გავლით ხოლმე მე და თამუნა და ეკა ჩემო როგორ აღაჯერა ზუსტად ახერხებს 30 წამში ისეთ რაღაცას იტყვის უცებ რომ ვაჩერებ მანქანას და ვიგინები და ხალხი ეს ალიგორა ის რატო იგინება რა ნახდება 30 წამში ახერხებს აი რომ გადაგვიყვანოს ხოლმე ჭკუიდან ხო და ამა ესენი რომ ჭკუბობენ მე არ გადავყავარ ჩემს შულს ჭკუიდან და მე მეშლება ნერვი მე ამაზე რატო იშლება ნერვები რატო ეჭხუბება ეკას და მე და ეს ჭხუბობ მე ეს მე შერაგინდა მე და ეკა გავერკვევი ნუ ამას ყოველდღიური ის არა მაგრამ ხანდახან მაგრამ არაჩვეულებრივი ეკა გყავთ არაჩვეულებრივი ძალიან ჭიერი ლამაზი და ასე შემდეგ და კიდე ბიჭები ყავს ორი ძალიან კარგი ისინი სერიოზული ხალხი არიან არ ერევიან თეატრში იმაში მოყევი თქვენი ბიჭების შესახებ უნდათ ცოტა მაგრამ უფროს განსაკუთრებით უფროს შვილს უნდა და ხოლმე ეს კავენში კი იყო ცნობილი რაღაც მაგრამ
რაღაცნაირად იმას სამების გუნდში გალობდა წლები რომ თეატრისგან მაინც შორს დაიჭირა თავი და არაფერი არ წაუგია ამით მე რომ გითხო. მაინც მთელი ცხოვრება რომ თეატრს ბავშვობიდან უყურებდა ეცერები შეიძლება ისიც დაგეწყოს რა უნდა. ცოტა შორს მოგავიდე. შუათანაბიც არც უფიქრია თეატრის თავიდან გენიოსი მყავდა ეთყობა მიხვდა რომ თეატრი არა ისა კაცო. მიხედა საქმეს როგორც იტყვიან. კი უფიქრია მაგრამ ხო არა. თქვენ არ ჩარეულ ხართ მათ არჩევანში ხო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. გარდა ეკასი არ ჩაურეულვართ. ეკასაც აქტიურად ურჩევდით, რომ არ გინდა შვილო ეს მსახიობობა. ჩვენ ყოვიცით რა არის მსახიობის ცხოვრება და მარტო შემოსავალზე და გასავალზე არ არის. თვითონ ცხოვრება მსახიობის ეს არის, თან ტექნიკური საქმის სწავლობდა ძალიან კარგად. ხო და ხალხი როგორ შეუხარიათ მაგრამ და ხალხისთვისაც აღქმაც სხვა არის რა მსახიობის რო რა უნდა რა გადი იქ ითამაშე შემოდი უკან რადგან სამ ყველაფერს დაამხელა ხენ რა გენაღლებად სუხი ხიხი ხახახა და რამდენი არა ერთადერთი ხდებიან ხოლმე სხვათა შორის აი რაღაც სულ რამდენიმე დღის წინ ქონდა გადაღება სადაც ბავშვები იყვნენ მოსულები ბავშვები რა ახალგაზრდები 15-16 წლის ბევრი ბავშვი ვითომ ჟურნალისტები არიან შინაარს არ მოყვები მაგრამ მშობლები გვიყურებდნენ ამ გადაღების პროცესს და მიხვდით რომ რა რთული ყოფილა გადაღება ერთი 50-ჯერ შემოგიყვანეს და თავიდან ეს დუბლი არა ეს დუბლი არა ეს დუბლი არა ეს დუბლი და ბავშვები ესე იყო და მშობლები მიხვდნენ ამას რომ ეს რთული პროფესია ყოფილაო და ბუბა აი რა მინდა გითხრა მქონია ესეთი შემთხვევა რომ აი რეპეტიციიდან წამოსულარ ფეხით აი რო ვერ გააკეთებ ხო არის რაღაცა ვერ გამოგივიდა და აი ეხა მტკვარში გადავხტებით ხო აი ისეთი დამთგუნველია როცა რაღაცა არ გამოგდის როცა რაღაცას ვერ აკეთებ იცით რა მითხარით ფაქტობრივად მსახიობის ცხოვრება წარმატება ყველაფერი არის დამოკიდებული რეჟისორზე ხო, მაგრამ ეხლა თქვათ ეს ყველაფერიც არა. არა, ყველაფერი ის რომ თუ როლი არ მოგეწი, არა, დიდი ნაწილი, ხო. რეჟისორმა უნდა შეგამჩნიოს დაგინახოს, რომ ითამაშოს. მოეწონო, კომფორტი შეგიძლია არის, ისე მე ყოველთვის ამას ვიზახი ხოლმე, მაპატეთ თუ ვერევი ხოლმე თქვენ საუბარში. მე მთელი ცხოვრება ამ ინტერვიუები მქონია რა, სულ იმას ვახი რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამართლებას. ნამდვილად. იღბალ საბარი. არის, სულ მაგას ვახი. საქართველოში უამრავი ნიჭიერი მსახიობები, ერთიმეორის და ნიჭიერი მსახიობები, მაგრამ არის გამართლება, რატომღაც აი რომელიღაც რეჟისორს მოუნდა ჩემთან მუშაობა, ხო? სხვასთან ჩემზე ნაკლები არტისტი კი არ არის, კაცო. სხვა, მაგრამ ის რაღაცა თქვენთან იგრძნო. მახარობლიშვილთან მინდა მუშაობა და გამემართლა და მაგრამ ნახეთ, თქვენ ბევრჯერ გაგიმართლათ. ხო. ესე იგი თან კარგი ხასიათიც გაქვთ ეხლა რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს თუ შავ დღეს მაყრით გადაღების დროს აღარ მომინდება თქვენი გადაღება არიან ეგეთი წარმატებულებიც რო არა არიან მაგრამ მაინც ძლევს ხომ ეხლა მე მაგალითად მოიყვან ჩემ საყვარლის ადამიანს ბატონ შალვა გაწერელიას თემურ ჩხეიძისგან განსხვავებით ბატონ შალვასთან ვიყავი აი ძაღლი და კატარო არიან რაღაც შახაბაზი და გიორგი სააკაძე ვერ ვიტანდით ერთმანეთს, მაგრამ ერთად მუშაობდით, იმიტომ რომ ამდენს ხვდებოდით, რომ მე ბატონი შალვა მჭირდება აშკარად და ბატონი შალვაც ხვდებოდა, რომ ეს მაგრამ არ წემდით ხოლმე ხმას. მე მოხდა ისე რომ უცებ გადაიყვეთა ჩვენი ძების სხვადასხვა იმაზე და გავხდით უზარმაზარი მეგობრები და ლამის არა, ბატონი შალვა იყო განსაკუთრებული ფენომენი, იმიტომ რომ ყველა მისი სტუდენტი და მისი მსახიობი აი ისე ფილოსოფიურად და ისე ღრმა ადამიანად მოიხსენიებს რომ აი წარმოუდგენელია დღეს ესეთი ადამიანების სამწუხაროდ. ხო, კიდე სხვა რაღაცა ქონდა, მიუხედავად იმისა, რომ კაცრი იყვნენ, მის სტუდენტებს გვიყვარდა რაღაც სასწაულო. ყველას ესეა. აი, შიში შეიქს სიყვარულსავთ ამ ცოტა ეშინოდა. და თან რო გიამაყება, რომ შალვა სტუდენტი. ხო და იმას მოვაყოლე რომ ანუ სიმპათიებით არ ვიყავით ერთმანეთს გამშვალული, მაგრამ მუშაობდით
სულ ერთმანეთს მუშას ვაშაყირებდა ხოლმე. და ძალიან კმაყოფილები ვიყავით მუშაობთ. ძალიან მაგარია. ქალბატონ თამუნა, თქვენ არ გიყვართ ერთსა და იმავე საკითხზე საუბარი, სულ ორიგინალური და ახალ-ახალი რაღაცები გინდათ, რომ ეკრანიდან უთხრათ ჩვენს მაყურებელს და მე ახლა მოგცემთ ამის შანსს, თან გამოვიყენებ იმას, რომ ჩვენი სტუმარი ხარ და დიდ мотиваციას მივიღებ თქვენგან. ვიცი, რომ მე შემიძლია დიდი გულშემატკივარი და მაყურებელი ხართ, ვიცი, რომ ეს გზა თქვენ უკვე გაიარეთ და ძალიან სხვანაირად გულშემატკივრობთ ჩვენს პროექტს და მითხარით, როგორ გაიარეთ ეს გზა, რა რჩევები გაქვთ. მოვლენ მესამე ბლოკში აუცილებლად მოვლენ. დღეს მათი დღე გვაქვს, ასე ვთქვათ. ესე იგი ეს რო ვნახე პირველად, მე ჯერ ერთი გავგიჟდი და გადავირი რომ დავინახე ლიზი. ჭიჭინაძე, იმიტომ რომ ლიზი არის ჩემი აი შვილი თითქმის ძალიან მიყვარს. ძალიან ყოჩაღია, ხუთოსანს ვეძახი და ჩვენ ოთხივე ვეჩხუბებით, რომ ლიზი პროექტს დატოვებ, რამალე ხდები, სულ წრეხში გვაქვს კი. და ჯერ ამიტომაც გულშემატკივრობთ ლიზის გამო და მე მქონდა ეს პრობლემა ახალგაზრდობაში. ცოტა ხანი, მაგრამ მქონდა. ძალიან გუშა იყავი? უი, რა მითხარი? ეს პრობლემას ეძახის ამას და ჩემთვის ბედნიერება იყო. მის დიდი გულშემატკივარი ხალების მომდროა, ხო? ხო, ალეკოს სუმეუბნება რომ მე შემიყვარდი პუტკუნა და ისევ მოიმატე და ცოტას რომ მოვიმატებ და ნერვიულობ, აბას უხარია, რა კარგია. აუ, რა კარგია. ხედა. ბევრი ალეკო საქართველოს. და ნუ მოკლედ დიეტები, 3 თვე წავიკითხე სადღაც თამილა ლასხიშვილმა მაგისტრს ვენაცვალე ჩემი პედაგოგი და შემდეგ შენს შემდეგ მეგობარი იყო ჩემი წიგნი მომცა რაღაცა დიეტების ბრეგის თუ რაღაცა და იქ ეწერა რომ ადამიანს შეუძლიაო 40 დღეო წყალზე იყოსო და მოკლედ წყალზე არა, მაგრამ თაფლიან ჩაიზე დღესაც ახსოვთ. შენ რო ბუფეტში შემოხვიდოდი თაფლით, იმიტომ რომ თაფლი არ იყო ბუფეტში თეატრალურის და თაფლი სულთან დამქონდა და 40 დღე იყავით თაფლი მეტიც. და დავიკლებდი უცებ 25 კილოს, მე ხო იცი როგორც ხდება ის ეხლა ყველას რო გახდება ყველას ვეუბნები რომ გახდომა ადვილია უფრო შეინარჩუნეთ როგორ შეინარჩუნეთ გეტყვი გია ხო და მოკლედ ეხლა და რატო აი ამ გადაცემაზე რა ბილდა გითხრა და რატო მომწონს და ესე რომ ამ პრობლემით რო ვიყავი და რომ დიეტობდი და ყოველ დილით ფუნიკულიორზე ავდიოდი ფეხით ჩამოვდიოდი სირბილი ძუნძულით მე მივდიოდი ინსტიტუტში და მაშინ ვოცნებობდი რომ ნეტა ეხლა ვინმე დამიჭიროს ციხეში რომ იქ ვიჭდა და გამოვალ და ესეთი პროექტი რო ყოფილიყო ნანუკა ჩემ დროს რასაბო ხოხტებით აი თქვენი პრობლემით ადამიანების ჯგუფი რო არის ძალიან მარტივია მოდით ეხლა თქვენ მოიმატეთ ბატონი ალეკოც მაყოფილი მე მომატებული ვარ მე პირდაპირ არა მაყოფილი იქნება რომ მოიმატეთ მე მიიღეთ პროექტში მონაწილეობა და მეორე სეზონში და ასე გავადრო და გია მოკლედ ესე რა გავსუქდებოდი გიული დარახველიძე ჩემი ინგლისურის ლექტორი იყო ცნობილი კომპოზიტორი და მომღერალი და ძალიან იუმორიანი ქალბატონი იყო და შენ გოგო კიო ხარ ერთ ლექციაზე გამხდარი მოდიხარ მეორეზე სუკარი მეთქო და ძალიან მალმალე გავხდებოდი ვერ ვცნობდნენ სუკას გამიცნობდნენ გამხდარს ვერ ვცნობდნენ გამხდარს გამიცნობდნენ სუკას ვერ ვცნობდნენ აი ესე ვერ ვცნობდა და მუდმივად ინტერესში და როგორ გავხდი და მე ყველაფერში უყურმართი ვარ აი ყველაფერში ქალები მშობიარობის მერე ხო სუქდებიან დიახ მე ორსულობის დროს ყველა ესე გონა რომ ორსულობის დროს შენ მოიმატებ რახან ეს მიდრეკილება მქონდა ორსულობის დროს არაფერი ძიდათ არ მოვიმატე რა ბედნიერება და რო გავაჩინე ერთ თვეში გავხდი თავისით და იმის მერე ვარას გააჩინე კიდე არ იქნება ეს შემთხვევაში და ყველა მეოთხე შენ დავალებული გაკახასგან თუ სულ მეოთხე რატომ ეჭიჭინები მინდა რომ ძალიან მრავალშვილიანი იმიტომ რომ შვილები ყავს ზღაპარი აი ზღაპარი შვილები ვარ უკვე მრავალშვილიანი დედა ვარ და ხა ასე მარტივად ვერ გავდივართ იმიტომ რომ ჩვენს დედიკოებით ვართ იცი ჩვენს პროექტში დაკომპლექტებული და აი ეს მინდა ზუსტად კაპიტონ თამუნა გითხრათ მეც ასეთი არასწორი სწრაფი გახდომებით ვიყავი მოცული და აი
რამხელა მნიშვნელობა აქვს მენტორს, პროფესიონალს, დიეტოლოგს, ვინაის სწორად გეუბნება, აი რა კვების რეჟიმის შემდგომ რა შედეგთან მიხვალ და ყველაზე სწორი გზა არის ახლა რასაც ვაკეთებთ, სწრაფადაც, მარტივადაც და მე აღარ მოიმატებთ ნამდვილად. ხო, ისინი და შენარჩუნება როგორ მოახერხეთ? ვერ ვინარჩუნებდით ხო მაგას გეუბნები. არა, ეხლა ხო ხართ, ეხლა. ხო, თავისით გავხდი. ეკა გავაჩინე და გავხდი. რა ბედნიერება არის. რატო იცი, გენეტიკურად ვარ გამხდარი, აი არავინ არ მყავს უკანი არც დედის მხარეს, არც მამის მხარეს. მე ძალით გავისუქე თავი, ჩემი დაქალები დიეტობდნენ და იმათ ავყევი და აი ბებია მიყვარდა ძალიან და თქვი რომ ბებია ჩემი მომიკვდება თუ 2 კვირა ლუკმას ჩავიდე პირში მეთქი და 2 კვირა არ ჭამი არაფერი და გავხდი ჩონჩხი ეს ჩემი დათქმული ვადა რომ ამოიწრო მივასკდი საჭმელს და აი ამითი გავისუქე თავი ის ერთი პერიოდი არა 40 დღე ჩაი და თაფლი და თან დილით ფუნიკული ორზე სირბილი და მე ისე შევეჩვიე რომ ერთხელას არ მყოფნიდა და ორჯერ ავდიოდი და იქ ბევრი ასაკოვანი კაცები ვარჯიშობდნენ მიცნობდნენ უკვე და შვილო მაგას ნუშვები ორჯერ მომოდიხარ არაფერ არ შეიძლება გამხელანების ყოფა რომ გითხრათ ნახეთ ახალგაზრდობა, ვიყავით ახალგაზრდები. გავიდა დრო, გვეცვლება ფორმები. ერთმანეთს რო უყურებთ, საუბრობთ, როგორ ეგუებით იმას, რომ ასაკში შედიხართ და შედიხართ. იცი რა, ეს ხო ყოველდღიურად ნელ-ნელა ხდება და რა ვიცი ხა. არა, ჯერ ეს ერთი მე არ ვამბობ რომ მეგუებით, უბრალოდ რა უნდა ვქნას. ძნელია ხო, ძნელია, მაგრამ იმდენად ისა გვაქვს მონდომება იმისი რომ ვიცი რომ შვილები მიდგანა, ჩემს უკან, ჩემი შვილები დგანა, ჩემი შვილები დგანა, რომ ერთადერთი ერთ-ერთი ძალიან დიდი მიზეზია რომ დიდხანს მინდა ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ვუყურო. ასე იქნება. ეპრანჭებით ერთმანეთს. როგორ გახდება? ვცდილობთ რომ არ ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, აი თქვათ არ დავენახოთ წვერ გაუპარსავი. ერთი-ორჯერ დამემართა რომ სახში მომიწია 3 დღე ყოფნა წვერი არ გამიპარსია და მე უნება ხოლმე გაიპარსე რა წვერი ხო რაღაცა. ნახეთ ახლა. აი ესეთ რაღაცებს ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას. მე თქვენ გაკვირდებით. თქვენ რო საუბრობთ როგორ გიყურებთ და აი თქვენ რო საუბრობთ როგორ უყურებთ ერთმანეთს მაკონტროლებს არა ამ კონტროლში დიდი სიყვარულია ის ჩანს ეგრევე შერეს პილოები გვაჩუქე მე და ალიკოს გახსოვს იმას ყუნწები გაუკეთეთ რატო არ გავიკეთეთ დღეს და საყურეებად მიკეთია ესე იგი მეუღლის საჩუქარი აბა სხვათა შორის მე მაქს პილოებს ვჩუქნი განსაკუთრებულ ადამიანებს. ოღონდ, იმიტომ კი არა რომ კეთილი ვარ. აი რაღაცა მეუბნება, რომ მიეცი და ამას ვემორჩილე. გაიგე ბუბა, შენ რჩეული ხარ შენს მათ შორის და შენს გაჩუქე. მე ვერ დავიმსახურე, მაგრამ მე ისეთი დიდი დამსახურება მაქვს შენს წინაშე, რომ ყოველ დღე 1, 2 ან 45 მეგრელი სიმბოლო კიდი აკუზო, რომ დიდი მადლობა. დღეს ერთი დიდი მეგრელით არის წარმოდგენილი. ყველა ექიმი, ყველა ფსიქოლოგი, ყველა კოუჩი დღევანდელი, აი ყველა ამბობს, რომ იმისთვის, რომ შვილებს ჰქონდეთ ნათელი მომავალი, იმისთვის, რომ მათი ფსიქიკა იყოს დავარცხნელი, უნდა უყურონ ძალიან დიდ და ძალიან ბევრ სიყვარულს და უნდა მიიღონ და აი ხა სულ პარალელურად ვფიქრობდი, რომ რა ბედნიერები არიან, რომ ამხელა სიყვარული, ამხელა სითბო, რაც თქვენ გაქვთ ერთმანეთთან და მათთვის, აი როგორ დახვდებათ მის ცხოვრებას, როგორ ამარტივებს შვილის ცხოვრებას ეს თქვენი სიყვარული და მინდა გისურვოთ, რომ ძალიან დიდ ხანს, როგორც ოცნებობთ, ისე შვილებთან, შვილიშვილებთან იყოთ აი ამ უდიდესი სიყვარულით და სიყვარულით. უცბად რაღაცა კითხვა გამიჩნდა. კითხე არ გავუშვათ ეს შანსი. იცით რა მაინტერესებს? აი თქვენ გიხდებათ ისეთ წრეებში, რეპეტიციებზე, თან განსაკუთრებული დახვეწილობა, დამოკიდებულება, ეჭვიანები არა ხართ? არა. არა, იმ ცუდ ეჭვებებს არ ვამბობ. აი დაუშვათ
იქ უკეთესად იგრძენით თავი, იქ ზედმეტი კომპლიმენტი უთხრა ლაბანს ქალს. არ არის ეჭვიანი და ვერ იხსენებს ადამიანი ეგეთ რაღაც. არა, ხალი თუ მომეწონება, მე მაგალითად ყველა ვარიანტში თუ მომეწონება, თუ არ მომეწონა, მაინც კომპლიმენტს ვეუბნები ხოლმე და თუ მომეწონა, უფრო გულწრფელი ვარ ჩემთვის და მე არ მგონია რომ ხალისათვის კომპლიმენტის თქმა იყოს უხულობა და შენ როგორ გაბედე და როგორ მოეფერე ამ ქალს. ხო. ეხლა ნამდვილ ეჭვიანობაზე თუ არის ეჭვიანი, აი თვალი რო გააყოლე ლამას ქალს. ან ახალგაზრდობაში. ან თავიდან აი. მაგას დისერტაცია მაქვს დაცული ლამის კაცო. ხუმრობ, რასაგვირია დისერტაციაზე ხუმრობ, მაგრამ სულ მაგას ვიზახი მთელი ცხოვრება კაცო. ეჭვი არ ვიცი კითხოს რა არის და თუ გაჩნდა ეჭვი მე და თამუნას შორის რაღაცა ისეთი კაცურ ქალური ეჭვი ეს თუ გაჩნდა რაღაცა მე თუ გამიშთ ესე იგი ეჭვი რაღაც მიზეზი არის და თუ მიზეზია იმას აღარ დაუწყებ ძებ არა ხო არის რაღაცა კარგად ბრძანდებოდეთ ავად მყოფი ეჭვიანები მიზეზის გარეშეც რო ეჭვიანობენ ეგ და საერთოდ ნდობის ფაქტორია არა აი დედას გეფიცები ჩემს სიცოცხლეში ალიკოს ტელეფონში არ ჩამეხედია ვის ურეკავს მესი და იმას ჩემს მოდი ამაღამ რო დაიძინებ შაიხედე მე ტელეფონში ჩავხედე მაინც ვერაფერს ვერ გავიგე და გამოტყდები სირცხვილი ალბათ ტელეფონზე ვიცი მაგრამ დარეკვა და რო დამირეკავ პასუხს გავცემ ხოლმე და დანარჩენი მეტი არაფერი არ იდეალური წვილი ხართ ერთი სიტყვით თავდაჯერებული თვითკმარი წვილი არის რა ეჭვიანობა ძალიან დიდი მადლობა რომ მოგყვეთ. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები რა. ხიარულად გემრიელად გავაკეთეთ. აბა რა, გაიხარეთ და წარმატებები გქონდეთ. სულ ესეთი წარმატებულები ყოფილიყავით, შეყვარებულები ყოფილიყავით და სულ გვეამაყოს როგორც მთელი ცხოვრება ვამაყობთ თქვენი. მოკლედ ჩვენ ეთერში ახლა რეკლამის დროა და ძალიან საინტერესო ამბით დავბრუნდები. ჩემი პუტკუნა გოგონებით და არაჩვეულებრივი სტუმრით. დაგველოდეთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად, რომელიც არის ჩვენი მეგობარი. ვამაყობ მისი ყველაფრით და დღეს ჩვენი რუბრიკის წინ ამაზე კარგ სტუმარს ფაქტობრივად განსაკუთრებით ამაყობის თქვი. ირაკლი მაკაცარი არის ჩვენი სტუმარი. რა შუაშია, ძალიან საამაყო არის, მრავალშვილიანი მამა, საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო წამყვანი, საუკეთესო ჯანსაღი ცხოვრების მენტორი და ასე შემდეგ. და მეგრელი. ირაკლი როგორ ხარ? მოგესალმებით. და დიდი მადლობა რომ მომიწვიათ. კვირა დღის ასე დაწყება ყოველთვის ძალიან კარგია. ჩვენთვისაც ძალიან კარგია, მინდა რომ ჩვენთვის სასარგებლო იყო, იმიტომ რომ შენ იცი ხა ჩვენ რა გზას გავდივართ მე და მე შემიძლიეს გოგონები, ურთულესი გზა არის, როდესაც არ ხარ ფიზიკურად აქტიური და როდესაც ყვების აშლილობა გაქვს და უცებ ყველაფრის განლაგება გიწევს, ეს არის ურთულესი გზა, რომელსაც ძალიან წარმატებით მივყვებით და შენი რჩევები, შენი გამოცდილება ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ და შენ გამოცდილება გაქვს ამ ტიპის პროექტში იყავი მენტორი და გაახდუნე და გაიმარჯვე, ხო? შენმა გუნდმა გაიმარჯვა უკრაინული პროექტი იყო და მომიღები შენი გამოცდილება გაგვიზიარე. უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრა რომ პროგრესი შესამჩნევია, უკვე არაჩვეულებრივად გამოიყურები და დარწმუნებული ვარ რომ ზუსტად იმ შედეგს მიიღებ, რაც გაქვს ჩაფიქრებული. თავარი არის რომ შუაგზაში არ მივატოვოთ და ზუსტად ეს პროექტიც ამას ემსახურება რომ დასახული მიზანი ბოლომდე იყოს, რა თქმა უნდა შესრულებული. ძალიან სწორად ახსენე, უკრაინაში იყო ასეთი სატელევიზიო პროექტი, რომელიც დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ძალიან წარმატებულად, ესე ვთქვათ, გადიოდა ეთერში და ზუსტად იგივე არსი იყო ორი გუნდი, სადაც თუ არ ვცდები 8 და 8 მონაწილე იყო, ჭარბწონიანი ადამიანები იმ დროისთვის, რომლებიც პროექტში მოვიდნენ იმისთვის, რომ რეალურად წონა დაეკლოთ და მისულიყვნენ იმ რაღაც თავის ასე ვთქვათ, გონებაში იდეალურ სხეულამდე, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს გრძელდებოდა 3 თვის განმავლობაში, ანალოგიურად, როგორც თქვენ, სწორი კვება, სპეციალისტებთან, ასე ვთქვათ, კონსულტაციები, ფსიქოლოგთან ურთიერთობა, ფიზიკური დატვირთვები, რაც გარდაუვალი არის და 3 თვის შემდეგ უკვე ეს პროცესი გრძელდებოდა სახლის პირობებში და 6 თვის თავზე იყო უკვე შემაჯამებელი, ასე ვთქვათ, აწონვის ცერემონია, სადაც ყველაზე პროცენტულად, ვისაც ყველაზე მეტი წონა ქონდა დაკლებული, ის გუნდი იმარჯვებდა და აი 10 წლის მანძილზე
პირველად გაიმარჯვა, როდესაც მივიღე მონაწილეობა ჩვენმა გუნდმა და ძალიან რა თქმა უნდა გამეხარდა. ჩვენთანაც ესე გქვია, წონის ჩაბარება და ძალიან სტრესული არის ეს ყველაფერი. ანუ 6 თვის განმავლობაში რა წონის დაკლება იყო შესაძლებელი? მე შემიძლია გითხრა, რაც მახსოვს, უშუალოდ ჩემი ფინალისტები ვინც იყვნენ, ბიჭმა დაიკლო 89 კილო. და გოგონამ დაიკლო 50. რამდენი იყო 89 დაიკლო? 190 კილო იყო ბიჭი. ხო, პლუს წონი. ჩვენც ესე მე ყველაზე დიდი წონით შევედი, 120 კილოთი. დღეს ვარ 104 კილო, ანუ მესამე თვე პირველი კვირა უკვე გავიდა, ანუ ეს დიდი წონის კლებაც, არანორმალური წონის კლებაც არ არის ჯანსაღი, არა ირაკლი, აი ეს ნელ-ნელა სწორი კვებით და ფიზიკური აქტივობით 6 თვე მე მგონია რომ ჩემი იდეალური -60-ისთვისაც იქნება აუცილებლად ზოგადად ნებისმიერი საქმე უნდა გააკეთო ეტაპობრივად, თანმიმდევრულად, თუ გინდა რომ ეს შედეგი შემდეგ გაყვეს. ზოგადად ორგანიზმისთვის ხა წარმოიდგინე ერთ თვეში რომ 30 კილო მოიმატო ადამიანმა რამდენად გაგიჭირდება თქვათ აი ფიზიკურად ნებისმიერი რაღაც გაგება. ანალოგიური სტრესია წონის დაკლებაც. ახლა მოგეხსენებათ მე არ მინდა ახლა მაყურებელმა აღიქვას მე არ ვარ ახლა არც ექიმი და როგორც სპეციალისტი ესე არ ვსაუბრობ, უბრალოდ ლოგიკურად რო ვიფიქროთ ძალიან დიდი სტრესია ორგანიზმისთვის, როდესაც ერთ თვეში პირობითად 10-ზე მეტ კილოგრამს ადამიანი იკლებს. ნუ გააჩნია საწყისი წონა, რა თქმა უნდა, რა იყო. ამიტომ თქვენი მიდგომა არის ყველაზე სწორი, ჯობია რომ ორგანიზმი ნელ-ნელა შეეგუოს დატვირთვებსაც, კალორიულ დეფიციტსაც. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის მაგალითად ძილის ჰიგიენა. თუ ეს უპირველეს ყოვლისა არ იქნება დალაგებული, რაც არ უნდა კარგად დაიცვა შენ, თქვათ, კვების ნაწილი, ვარჯიში, არ მოგცემს ორგანიზმი, შენი ენდოკრინული სისტემა არ მოგცემს საშუალებას, რომ წონა დაიკლო. რატომ? თავად თუ ქონია პრობლემა. წონის პრობლემა არასდროს არ. რამდენი კილო მეტი ან არა, აი ახლა რაც ვარ, ეს არის ყველაზე მეტი წონა, რაც ქონია 93 კილო. თუმცა რატო უსვა ამას ხაზს და ამას სპეციალისტებიც ამბობენ, აი ძილის წინ დაახლოებით 3 უმჯობესია 4 საათით ადრე უნდა შევწყვიტოთ ყველანაირი საკვების მიღება. ძალიან ძნელია. არც, როდესაც საუბარი არის შეწყვეტაზე, აქ ერთი პატარა ნაჭერი რაღაცა, ვთქვათ, სნექს რო ვეძახით, ესეც რომ მივიღოთ, სისხლში ინსულინის დონე იმატებს, რაც პირდაპირ ხელს უშლის ზრდის ჰორმონის გამოყოფას, რომელიც ძილის პირველ ფაზაში, ანუ ღრმა ძილი deep sleep-ი არის 60-დან 120 წუთის განმავლობაში, სადაც იწყება ზრდის ჰორმონის გამოყოფა, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელი არის ცხიმის წვასთან. ასე რომ თუ ჩვენს სისხლში ინსულინის დონე არის მომატებული, ზრდის ჰორმონი უბრალოდ არ გამოიყოფა გაცილებით ნაკლები რაოდენობით. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება გქონდეს ილუზია იმისა, რომ დღის განმავლობაში აი მე მთელი დღე არაფერი არ მიჭამია და მხოლოდ საღამოს ერთხელ ვიკვებები. თუ კიდევ ერთხელ ამბობ, ამ ფორმულას ჩვენ არ დავიცავთ, ის კალორიული დეფიციტი იქნება ძალიან ნაკლებად შესამჩნევი, რაც არ უნდა დიდი დრო გავიდეს. ანუ მართალია ის, რომ ძილის წინ მაინც არ არის, იმიტომ რომ ზოგისგან გამიგია, რომ არა აქვს მნიშვნელობა, თუ აქტიური ხარ, ღამე შეგიძლია ჭამა. აი ჩვენი ორგანიზმი არის ალბათ ყველაზე ჭკვიანი ორგანიზმი დედამიწაზე, არანაირი ხელოვნური ინტელექტი, თქვათ, არ მივა იმასთან, რაც ბუნებამ შექმნა. აქედან გამომდინარე, აი რაც უკვე გითხარით, სამედიცინო კუთხითაც ეს ახლა დამტკიცებული არის. მეც ძალიან აქტიური ვარ პირობითად დღის განმავლობაში, მაგრამ თუ აი ძილის წინ 5-10 წუთით ადრე მიირთვი განსაკუთრებით თუ ნახშირწყლებით დატვირთული საკვები არის, მით უმეტეს დაჭირდება დაახლოებით 4-6 საათი ამის მონელებას, ჩათვალეთ რომ საერთოდ გაჩერებული არის ესე ვთქვათ ჰორმონის გამოყოფა. მაგრამ თუ შეუძლებელია, აი თქვენ ახსენეთ რომ ძალიან რთულია რომ აი გშივდება, ხო? თუ აი რაღაცა ისეთი გამოუვალი მდგომარეობა არის, რაც შეიძლება მწირი რაოდენობით კაზეინი, ანუ ხაჭო მაგალითად, რომელიც არის ნელად ათვისებადი ცილა, რომელიც ცილის სინთეზს ხელს შეუწყობს და აი თითქოს აი შეიძლება მადა ოდნავ შეგიმციროს და რაღაცნაირად გადაიტან, მაგრამ ჩემი აზრით მაინც შეუძლებელი არ არის. ეს ჩემი გამოცდილებითაც ესე არის, აი სულ რომ მაწონიან ფოთოლი მივირთვა ღამე, მე ის მინუსი დილას უკვე აღარა მაქვს სასწაულს და ჩემი გამოცდილებაც ასეთია. მენანება რომ მარტო მოვისმინო შენი რჩევები, ამიტომ რუბრიკის მეხუთე ეპიზოდი მინდა რომ ერთად ვნახოთ და შემოგერთებიან ჩვენი გოგონები და მე გავაგრძელოთ თქვენი მოსმენა, ასე ვთქვათ. დილა უთენია, წამოვხდი, გამარჯობა გოგონებო ბიჭებო.
წავედი ნოსტეში მომაქვს ჩემი ფილე, მე მგონი გადაცემაზეც ვაგვიანებ. გამარჯობა. როგორ ახარ? ფილე მომიხარ შეგეხვეწები გადაცემის მერე ეგრევე ჩამოვირბენ სტაცებ ხელს და ბალნეოლოგიურში წავა. შენ რო იცი ისე გემრიელად მომიხარ. გავხდი. მერე არ უნდა მითხრა ეგრევე? კარგად გამოიყურე. კოცნით, მადლობა. აბა, მოვედი. სადარი? აუ რა კარგი გოგო ხარ. დედა რა კარგად გამოიყურება. მადლობა, აბა ხვალამდე კარგად იყავი. დიდი მადლობა. ფათამი უნდა იყოს ნოსტე. გამარჯობა. პაციენტის ხვალის ელისაბედ ჭიჭინაძე. გამარჯობა ელისაბედ ჭიჭინაძე. გამარჯობა. როგორ ახარ? შენ როგორ ახარ? კარგად, სადარია გოგო? გოგო მოუყვე გაიარეს რეგისტრაცია და ოჯახის ექიმთან მიდიოდა. მეც ამბობს უყურებ. ძალიან კარგი. მეც დავჩავდგები მაშინ რიგში. როგორც უკვე ჩვენი ძვირფას მამაყურებელმა იცის, უკვე მესამე თვე დაიწყო. რა თქმა უნდა, ჩვენი პროექტი წარმატებით და უწარმატებულესად მიმდინარეობს, მაგრამ ნუ კვლევები განმეორებით, რა თქმა უნდა, საჭიროა, უნდა გავარკვიოთ ჩემი გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამისათვის ჩვენ შევარჩიეთ Medicine Holding-ი, რომელიც აღჭურვილია მაღალ ტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტებით, ამიტომ წავიდეთ, ჩავიტაროთ ყველანაირი კვლევა. დაგელოდებით. კარგით გინაცვალე. ეხლავე დავატარებ. როგორ განდებით თავატარმა? მოგესალმებით. როგორ გიკითხოთ ძალიან? კარგად გამოიყურებით. გადასარევად ხართ. მიხარია ძალიან. მეც ძალიან კარგი შედეგი გაქვთ დადებული. დღეს ალბათ უნდა დავგეგმოთ ლაბორატორიული კვლევები. ხო, მდგომარეობა როგორ არის, აუცილებლად გასაკეთებელი იქნება სისხლის საერთო ანალიზი, გლუკოზა სისხლში, თირეოტროპული ჰორმონი და D ვიტამინი. სისხლის საერთო ანალიზი გვაძლევს ინფორმაციას თქვენი ჯანმრთელობის შესახებ. ვიგებთ ანემია გაქვთ თუ არა, ანთებითი პროცესი არის თუ არა, ან სხვა ცვლილებები შეიძლება იყოს, რომელიც შემდგომ კვლევას საჭიროებს. ჩივილები არაფერი არ გაქვთ? არა. ამ ეტაპზე არა. ამ ეტაპზე არაფერი არ გაქვთ. აი ამ ბოლო დროს რაც ცოტა დაცხა მგონია რომ ამინდის გამო სისუსტე მაქვს ცოტა ოდენი აი თითქოს თავბრუსხვევები. თავბრუსხვევა, ხო. რაც აქამდე ჩივილები მქონდა სანამ პროგრამაში მოხვდებოდი. ეხლა ბევრად უფრო ფიზიკურადაც და თვლი რომ ჯანმრთელობის კუთხიდან ბევრად უფრო აქტიურად და კარგად ვგრძნობ თავს. ძალიან კარგი მივესალმები, ძალიან მიხარია, მაგრამ რა არის იცით, მაინც ჯობია რომ რამოდენიმე ლაბორატორიული კვლევა იმის გამო რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობა გადავამოწმოთ ყოველი შემთხვევაში. ანალიზი გადავამოწმოთ აუცილებლად. შემდგომი ტაქტიკა უკვე მერე დავგეგმოთ ანალიზების შემდგომ რა იქნება და როგორ. ჯანმრთელობას გისურვებ. კარგი. თქვენ მითხარით მე ვიზა უბრალოდ არ ვუყურებ. კოლექტივად რა. არა. ხავს როგორ გზნობთ? არა ჩაოლებრივად და ამ დროს ვეცემი. კარგად. მეთქი ხაიც. არა ჩაოლებრივად აიღეთ. ნერვიულობთ, თორე ხელს შემიშლით. არა, არ შეგიძლია. ხო არ ბადი. მაქსიმალურად ვეცდები. გახსენით დაბლახელი. შენ ყოფილხარ იუველირი გენაცვალოს ჩემი გადასარევად წარმოუდგენელი ხელი გაკოჩა. მადლობა შეფასებისთვის. ეს პროცედურა გეხმარება ცხიმის დაწვაში, ცელულიტის დაშლაში და სისხლის მიმოქცევისთვის. გვეხმარება სპა კაფსულის პროცედურა. ჩვენ შემთხვევაში სპა კაფსულის პროცედურა საქმე ინფრაწითელი ნათება და ასევე გამოყოფს ოზონს, რომელიც
ჟანგბადს ატარებს თელს ხელზე და გეხმარებათ გახტომას. ესე იგი, ისეთი დაღლილი ვარ გოგონებო, რომ საუბრის თავიც არ მაქვს. ან რომ ხდები უკვე სხვანაირი ხდები და ცოტა სვაპარაკო, აღარ მევალება ბევრი ლაპარაკი? არა. აი ლიზასაც წაბრძანდა. გახდა და აღარ უნდა. იცი რა არის სალომეს ძალიან მაგარი შეთავაზება, რომ ვინც ყველაზე მეტ წონას დაიკლებს, ის გააგრძელებს აქსიაროს და ამ პროცედურებით სიამოვნების მიღებას, სანამ თავის სასურველ წონაზე არ მევა, მე მგონი ძალიან მაგარი мотиваცია არის რა. ძალიან. ყველას მოგცა მაგარი мотиваცია. ძალიან მაგარია და რაღაცა რეჟიმულად ვართ უფრო რა და გავამჟღავნოთ საიდუმლო, რომ არის ხოლმე პერიოდები, რომ ხან ერთი ვეცემით ბრძოლის სულზე, ხან მეორე, იმიტომ რომ წონის კლება ესეთი მარტივი და ესეთი ლაღი პროცესი არ არის. ბევრი სირთულეა და ახლა ამ პერიოდში ჩვენი ყველაზე მეტად გამხნევება ჭირდება სოფოს. ჭირდებოდა. ბრავო სოფო ჭირდებოდა. ჭირდებოდა. უკვე კარგად ახარ ხო? სოფო იქნება ის. ხო იცით, ბევრს რო წუწუნებს და ბოლოს რო იდეალური შედეგი აქვს, აი ეგ იქნება. როგორც ბოლო აწონვაზე, ხო? კარგი შედეგი და ბოლო აწონვაზე იდეალური შედეგი დაგდა და ნუ სალომე რო ეხა საოცრება გააკეთა ეგ ეგ. ლიზა საჯობა? კი. კი. უთქვენოთ რაღაცნაირად ყოველდღიურობა ჩემი არ არსებობს და მადლობა რომ ხართ ჩემს გვერდით და ძალიან და მადლობა ჩვენს შემატკივრებს. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, შემოგვიერთდნენ ჩემი არაჩვეულებრივი გოგონები, რომელსაც ეკრანიდან ძალიან კარგად იცნობთ. ლიზა, სოფო, ლიკა და სალომე, ჩემი უახლოესი მეგობრები და ჩემი თანამებრძოლები. როგორც გამოიყურებიან, ხედავთ ალბათ და რა შედეგებიც აქვს. ძალიან მაგარ შედეგზე ხარ გასულები. კი, ირაკლი ყავს ისეთი мотиваტორი და იმხელა გამოცდილების და ისეთი სწორი რჩევების, რომ მისი მარტო მოსმენა არ მომინდა და სასწრაფოდ შემოგიყვანეთ და მინდა რომ აი თქვენი გამოცდილებაც უთხრათ, რა გიჭირთ ყველაზე მეტად, რა იყო ყველაზე რთული ამ გზის გავლის პერიოდში. აი ჩემთვის გაგიკვირდება ირაკლი და ყვება ყველაზე ნაკლები პრობლემა არის, იმიტომ რომ აი მაინც ამ უაზრო დიეტებს შეჩვეული, რომ ვიყავი უფრო მარტივია სწორი კვების დაცვა. აი ეს ფიზიკური აქტივობა არის ჩემთვის აი ურთულესი, აი სულ ვაიძულებ ჩემ თავს და აი ეს პროექტი რომ არა, ამას ვერ შევძლებდი მართლა მათი ხათრით და მათი აი ამ ხელა რაღაცა პასუხისგებლობის შედეგად ვაკეთებ ამ ყველაფერს იდეალურად და სალომე შენგან დავიწყოთ. შენთვის რა არის ესეთი სირთულე ამ გზაზე? შენთვის ყვება იყო მაინც ყველაზე რთული. თავიდან მარტივი იყო რაღაცა პერიოდი, იმიტომ რომ мотиваცია იყო ძალიან დიდი, თუმცა რაღაცა პერიოდის შემდეგ მე უკვე მონატრება დაიწყო გემრიელობების და ალბათ უფრო ყვების ვარიანტი. თუმცა ეხლა უკვე ეგეც დაბალანსდა აქტივობაც უკვე ჩვეულებრივ რითმად იქცა ყოველდღიურობაში ჩაჯდა, ყვებაც ყოველდღიურობაში ჩაჯდა. თუმცა ერთი სული მაქვს, როდის მოვა ის დამკვირვის. არ მოვა. ჯერ ადრეა. ხო, სხინკალი. ლიკა, შენთვის რა იყო? შენთვის რა არის ესეთი სირთულე? ჩემთვის რთული იყო, აი თუნდაც აერობიკის თემა რაც დაგვეწყო, აი ურთულესი იყო, იმიტომ რომ ფეხით სიარულიც კი მიჭირდა ბოლო პერიოდი და სულ ამბობ, რომ აი სამსახურში რომ მივდიოდი გაჩერებასთან ერთი სული მქონდა წითელი მენახა რომ დამესვენა რომ სამსახურში შესვლამდე ცოტა ამომესუნთქა იმდენად მიჭირდა მოძრაობა და ეხლა ბედნიერი ვიღვიძებ, ბედნიერი დავდივარ და ეს აქტივობა ჩემს ცხოვრებაში ყოველდღიურად გაუმჯობესდა და ისედაც ბევრად უკეთესად ვცნობ თავს. სოფო, შენ აერობიკა არ გიჭირდა, ხო? არა, აერობიკა არა, ჩემთვის ანუ სტრესი იყო ძირითადად ვერ ვიკლებდი სწრაფად, ანუ გოგოებმა სწრაფად დაიკლეს და რაღაცნაირად სტრესული იყო ეს ჩემთვის, რომ ეს წონა ჩემი წონა სწრაფად არ მიდიოდა და
ძალიან მიზეზი გითხრეს რატომ არ იკლებს? ცირა არის ორგანიზმი ყველა ინდივიდუალურია, ზოგი უფრო სწრაფად იკლებს, ზოგი უფრო ნელა იკლებს, ვისაც მეტი სითხე აქვს, უფრო კარგავს. ხო ირაკლი ამ სითხეს ამის ხარჯზე ხდება ეს წონა და ჩვენ სულ ნუგეში ვართ, რომ ნუ ყველაფერი კარგად არის და ნუ ლიზა, რომელსაც პროექტიდან უკვე ვაგდებთ, იმიტომ რომ იდეალური შედეგი აქვს. ჩემთვის ალბათ უფრო დაწყება იყო ცოტა რთული აი ამ პროცესში ჩაბმა და დანარჩენი რო თქვა რომ აიყვებასთან მიმართებაში ან თვითონ ვარჯიშებთან მიმართებაში არ მიჭირს უბრალოდ აი ხა რაღაც პერიოდი ჩამივარდა და ერთი სული მაქვს ისევ დავუბრუნდე ამ მდგომარეობას და აი ამ გამომშვიდობება ამასთან როგორი იქნება არ ვიცი აი გამჭირდება უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით და მინდა გითხრათ რომ ძალიან მიხარია ის შედეგი რაც გააქვთ უყურებდი ესე ვთქვათ სიუჟეტს და ნამდვილად არის სწორი გადაწყვეტილება და უპირველეს ყოვლისა მოდით ვთქვათ ერთი რამ რომ ყველაფერი ის რაც გსურს ყველაფერი კარგი იდეალური თუ ჩვენთვის შეიძლება იყოს წარმოდგენილი არის სირთულის და შიშის მეორე მხარეს ის რომ არის ეს რთული პროცესი ეს არის ბუნებრივი ანუ ეს არის მთელი ამ პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი რამაც არ უნდა შეგვაჩეროს და თქვენ სწორად აღნიშნეთ რომ აი ამის გამომშვიდობება ცოტა რთული იქნება არასდროს არ ემშვიდობებით ეს არის უწყვეტი პროცესი თქვენაც ახლა დაიწყეთ არ ქონდეთ იმის ილუზია რომ 3 თვე გავა პროექტი დასრულდება თუ 1 თვე რამდენიც არის და ამით ყველაფერი მორჩა ყველაზე მნიშვნელოვანი არის რაც მე მინდა რომ რჩევის სახით თუ შეიძლება გითხრათ რომ როდესაც ხართ პროექტში გადაცემაში ტელევიზიაში გაქვთ мотиваცია ხალხი ხედავთ კი კომენტარებენ პროგრესს ხედავენ და ეს ყველაფერი თქვენთვის ესე ვთქვათ შემავსებელი არის მაგრამ რაც არ უნდა ესე ვთქვათ რთული აღსაქმელი იყოს мотиваცია საერთოდ არ უნდა არსებობდეს ჩვენთვის мотиваცია დღეს გვაქვს ხვალ არ გვაქვს თუ ჩვენ ვიქნებით ესე ვთქვათ მიჯაჭული იმაზე რომ აი თუ ვიღაცა ტაშს დამიკრავს ვიღაცა მეტყვის რომ რა მაგარია და გადაცემაში ვიქნები ამის ხათრით მე უნდა რაღაცა ვაკეთო ჩათვალეთ რომ 99%-ში ეს ყველაფერი არ იქნება თავარი არის რომ გამოიმუშაოთ დისციპლინა და დისციპლინა არის ზუსტად ის უწყვეტი წყარო რომელიც ყოველთვის შენ მოგცემს იმის საშუალებას აკეთო ის რაც არის შენთვის სწორი იმიტომ რომ მე დისციპლინის განსაზღვრება არის ასეთი რომ აკეთო ის რაც არ გიყვარს ან გეზიზღება ისე თითქოს ის ნამდვილად გიყვარს იმიტომ რომ როდესაც ადამიანები არ გიყურებენ როდესაც ესე ვთქვათ მარტო ხარ გეზარება ქშია წყურია ქცივა აი ზუსტად მაშინ რასაც აკეთებ განსაზღვრავს იმ საბოლოო შედეგს რასაც თქვენ აუცილებლად დარწმუნებული ვარ მიიღებთ კი აუცილებლად მივიღებთ ცხოვრების წესი უნდა გახდეს რა ეს ყველაფერი და არა რაღაცა ხო რა თქმა უნდა ეს არ არის რა თქმა უნდა ეხლა პროექტის ჭრილშია ეს ყველაფერი რაც თქვენ უფრო სწრაფად გაძლევთ იმ შედეგს და გაჩვენებთ მაგრამ შემდეგ უკვე თქვენ თუ ესე ვთქვათ არ შეინარჩუნებთ ამ ყველაფერს ხო ეს წყალში ჩაყრილი იქნება ეს ყველაფერი გამორიცხული ამის საშუალებას არავინ არ მისცემს ჩვენ უკვე გიგმები საკუთარ თავს არ უნდა მისცი ამის ესე ვთქვათ საშუალება იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ როდესაც გვაქვს ადამიანებთან ურთიერთობა ჩვენ არ გვიყვარს ისეთი ადამიანი რომელიც აი რაღაცა სიტყვას მოგცემს ან შეკვირდება და იმას არ შეასრულებს აი ჩათვალეთ რომ საკუთარ თავს ესაუბრებით რა თქვენ თავთან შეთანხმდით რაღაცაზე რომ მე ყოველ დღე 1 საათი 24 საათში 1 საათი უნდა დავუთმო ფიზიკურად რაღაც კონკრეტულ აქტივობას სიარულს, სურვას, აკვაერობიკას, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ რაც მოგწონთ ის უნდა გააკეთოთ, მაგრამ ის რომ პირობითად დრო არ მაქვს ან ვერ ვახერხებ, ან შესაძლებლობა არ არის ეს არის უბრალოდ რაღაცა მიზეზები, რომელიც ნუ მოდი შევთანხმდეთ, რომ ყველამ ვიცით, რომ მიზეზია, იმიტომ რომ თუ საკუთარი თავი გიყვარს 24 საათში 1 საათს აუცილებლად ყველა საკუთარი თავისთვის გამონახავს. მე ესე მჯერა. ეგრე არის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დედები ვართ და ჩვენ კიდე გაცილებით უფრო გვეჩქარება ჩვენს შვილებთან და მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს. მიუხედავად ამისა, მართლა გამოინახა ის დრო, სადაც ჩვენ შეგვიძლია რომ ფიზიკურ აქტივობას არა ერთი, არამედ უფრო მეტი დრო დავუთმოთ და მიზეზი მინდა კითხო ერთი რაღაცის, აი ჩვენ ფიტნესი ვახსენეთ ყველაზე მეტად რაც გვიჭირს. აი თავიდან რომ დავიწყეთ ფიტნესი
მართლა მეგონა ირაკლი, რომ ვერასოდეს იმის მეოთხეც ვერ გავაკეთებდით, რასაც ჩვენი ტრენერი გვთავაზობს. ანუ რაღაცა მძიმე და შეშუპებული სხეულიდან მივედით ისეთ აქტივობამდე, რომ აი ერთი დღეც რო არ გვაქვს ვარჯიში და მე ხა ბოლო ვარჯიში გავაცდინე, აი პირდაპირ მაგ დანაშაულის შეგრძნება და მოთხოვნილება, რომ აი ავანაზღაურო ეგ ყველაფერი. ეს რა არის ბიოლოგიური რაღაცა ის არის პროცესი თუ საკვირველია, რასაკვირველია თუ ნახეთ თუ აქამდე არაფერს არ ვაკეთებდით, შესაბამისად ჩვენი ორგანიზმიც დუნდება, ანუ ახლა საერთოდ თუ ადამიანი სულ წამოწოლილი არის და მხოლოდ ტელევიზორს უყურებს, კუნთის ატროფია იწყება. რა არის, რომ იშლება ფაქტობრივად კუნთის ბოჭკო, რაც არის ორგანიზმში, ის დუნდება და თავის ფუნქციას კარგავს. თქვენ როდესაც ახლა უკვე დაიწყეთ მისი გამოღვიძება, დაიწყეთ აქტიურად ვარჯიშის, სწორი საკვების მიღება, შესაბამისად ცილის მაღალი რაოდენობა არის, პირობითად fast food-ი და ცუდი ნახშირწყლები ამოღებულია, შაქარი ამოღებულია, ანუ ორგანიზმი ხვდება, რომ რაღაცა კარგი ხდება მის თავს, ენერგია მოდის და ეს ზუსტად ის მოთხოვნილება, რაც აღნიშნე, რომ ვარჯიშის შემდეგ იმდენად დიდი რაოდენობით გამოიყოფა ენდორფინი, ბედნიერების ჰორმონი, იმიტომ რომ რაღაცა ცოცხლად გრძნობ თავს, რომ რაღაცა აი ენერგიაც მოდის, რაღაც მეტის გაკეთების სურვილი გაქვს, ეს იქნება მზრდადი, რაც უფრო მეტი დრო გავა, რაც უფრო წონა წავა, უფრო კარგად შეძლებს საკუთარი სხეულის მართვას, კონტროლს და თქვენ რო ახსენეთ, რომ ვეძებდი გაჩერებას, რომ ჩაუმჯდარიყავი, პირიქით სურვილი გექნებათ, რომ რაც შეიძლება მეტად დახარჯოთ ეს ენერგია, იმიტომ რომ ეს არის ესე ვთქვათ ციკლი, რომელიც არასდროს არ დასრულდება. ამიტომ სწორად მიწოდებული ნუტრიენტები საკვები დანამატები, მე ვიცი რომ თქვენ ასევე იღებთ რაღაც გარკვეული მედიკამენტებიც არის, რომელიც ჰორმონების ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, სანამ დავიწყებთ რაღაცა რადიკალურ ზომებს, სანამ მივიღებთ და აი გვინდა რომ რაღაც დიდი წონა დავიკლოთ, ყოველთვის სპეციალისტთან უნდა მიხვიდეთ, ჩააბაროთ სისხლის ანალიზი, გაერკვეთ ეგ დათვალიერება, რა მდგომარეობაში არის ჩვენი ორგანიზმი და შემდეგ უკვე სპეციალისტებთან ერთად, რა თქმა უნდა, შედგეს ის პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ აი ამ ესე ვთქვათ სპორტულ ცხოვრებაში უკვე ბევრად უფრო ხარისხიანად და მიზანმიმართულად რომ მიმოძრაოთ. ვიცი რა მეინტერესებს. ინტერნეტში ძალიან ხშირად ვრცელდება ხოლმე ფასტინგს ეძახიან, არ ვიცი ქართულად, შიმშილობა ალბათ. აი 2 დღიანი შიმშილობა 36 საათიანი შიმშილობა. კარგია, სწორია. კიდევ ერთხელ ჩვენი მაყურებლისთვის არ ვარ სპეციალისტი, არ ვარ ექიმი, ამიტომ ჩემს ესე ვთქვათ რჩევას თქვენზე პირადად რომ მიიღებთ, საკუთარ თავზე შემიძლია ვისაუბრო. ზოგადად აბსოლუტურად ყველა ორგანიზმი არის ინდივიდუალური, მოწყობილი თავისი ესე ვთქვათ სტრუქტურით, რომელიც განსხვავდება აბსოლუტურად ყველასგან. აქედან გამომდინარე, ყველაზე სწორი არის საკუთარი ორგანიზმის მოსმენა. მე მაგალითად რაღაც გარკვეული პერიოდი ვიყავი 18-დან 20 საათამდე, აი ამ ეგრეთ წოდებულ ფასტინგზე, რომელმაც მომცა მე საშუალება იმისა, რომ რაღაცა შედარება გამეკეთებინა იმისა, ჩემზე რამდენად კარგად მოქმედებს. ზოგადად ფასტინგი არის კარგი იმ ლიტერატურის მიხედვით, რაც არსებობს, ანუ წმინდავს ორგანიზმს, იწყება რაღაც 24-დან 30 საათის შემდეგ აუტოფაგია, რაც არის ცუდი უჯრედების თვით, ესე ვთქვათ, ლიკვიდაცია ჩვენ საკუთარ ორგანიზმში და რა თქმა უნდა, ძალიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხარ კალორიულ დეფიციტში, შესაბამისად ორგანიზმი, როდესაც გლიკოგენს ბოლომდე ამოწურავს, იწყებს ცხიმის წვას, ანუ საკუთარი ცხიმის ენერგიად გამოყენებას, ასე რომ შესაბამისი შედეგი და პოზიტიური შედეგი ფასტინგსაც რა თქმა უნდა გააჩნია. კი, აქვს, აი მედალიზამ დავიწყეთ და მე გოგონებიც აღვყვნენ ჩვენ 18 საათიან შუალედს ვაკეთებთ ბოლო კვებიდან პირველ კვებამდე და თუმცა ერთს დავამატებ ფასტინგზე, თუ ანუ არიან ადამიანები, რომლებიც პირობითად 18 ან 20 საათი არ იკვებებიან, დღეში ერთხელ იკვებებიან, მაგრამ კალორიულად იმდენად დატვირთულ საკვებს იღებენ, რომ კალორიულ დეფიციტში მაინც არ არის. ასე რომ ჩვენ უმოგვატყუებს ის, რომ 20 საათი არ ვიკვებებით, თუ ჯამურად, ესე ვთქვათ, დახარჯული კალორიების რაოდენობა არ არის იმაზე მეტი, რასაც ჩვენ ვღებულობთ, ჩვენ არანაირი, ესე ვთქვათ, კლება არ გვექნება. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი, ძალიან მნიშვნელოვანი იყავი მართლა ჩვენთვის და აი მოტივაციას აძლევ ყველა სიტყვით ჩვენს გოგონებს და ვნანობ რომ ჩვენს პროექტში შენი ამხელა რესურსი არ გამოვიყენე, მაგრამ არა უშავს, გამოვასწორებ აუცილებლად. გოგონებს მინდა ვკითხო თქვენის ნებართვით, რომ როგორ გრძნობთ თავს და რა შეიცვალა თქვენს გარშემო, რა შეიცვალა დამოკიდებულებებში და როგორი თავდაჯერებულები გახდით ყველამ რო გითხრათ და მე მგონდა დავასრულოთ ჩვენი ეთერი. რაც თავარი აღარ მილოცავენ, რომ ესე ვარ სულად ვარ. აღარ ვიღებ მილოცვებს. რა ყოჩაღი ვარ, რომ მეორეც სამთაში მივაყოლე.
ხალისი დამებრუნდა სეირნობის, ეხლა სეირნობთ ხოლმე. ფიზიკური აქტივობის სრული დამებრუნდა, ბევრად უფრო აქტიური ვარ, ვიდრე ვიყავ ნახშირწყლები და გამომდინარე მეზარებოდა ხოლმე. ბავშვის გასეირნება სამწუხაროდ და დღეს სულ გარეთ ვარ სეირნობთ და ხალისიერება. ლიკო შენც რო გითხრა შენ შემთხვევაში. ბედნიერი ვიღვიძებ, ხალისიანი ვიღვიძებ. სამსახურში ბედნიერი მივდივარ, იქიდან თქვენთან ბედნიერი მოვდივარ და რა ბედნიერია. შუქტიშანთან აღარ დგეხარ? სოფო აღარ ტირი თუ რა ხდება? ხა არ უკვე ბედნიერი? ბედნიერი ვარ, ენერგიული ვარ, რაც მთავარია და რავი, მე მგონი ვიბრუნებ ჩემ თავს. აი, ველნეს ვიბრუნებ. ლიზა, როდის მითხარ პროექტი? უი, უკაცრავად ლიზა. მეც პირადად აი ზღვა ენერგია მაქვს, სულ მინდა რომ მოძრაობაში ვიყო, ისე აღარ ვქოშინებ, როგორც ვქოშინებდი და ეს ძალიან მიხარია და ნუ ბავშვებთან მიმართებაში შემილია მოვიკიდე ორივე ესე თავზე დავისვა და იმდენი ვირბინო რომ არ დავიღალო და ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი მადლობა, მიყვარს როდესაც ჩემთან ხარ სტუმრად. მადლობა ირაკლი კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი ამხელა მოტივაციისთვის. ჩვენ შემდეგ კვირამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა. მადლობა და ნახვამდის. წარმატებას გისურვებ და მე თქვენ გნახავთ ერთ წელიწადში. სადა გვიბარე.